სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. და ჩვენ ამითი ამ კითხვით დავამთავრებთ 30-ე ნაწილს 1984 წლის 23 დეკემბერს ჩაწერილს. ქრისტესშობამდე 1 დღე, 2 დღე დარჩენილი და ჯონ მაკარტურიც გამოემშვიდობება ხალხს და არ დააკავებს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგად არის მინიშნებული. ქალბატონისოს ისევე გამარჯობთ, მოგესალმებით, მე მქვია ბეკი და მაქვს შეკითხვა ებრაელთა წერილის ლექსთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც ყველაფერში გამოიცადა, როგორც ჩვენ, გარდა ცოდვისა. მე მესმის, რომ იესო გამოიცადა, მაგრამ რაც არ მესმის არის ის, რომ თუ მას არ ქონდა ცოდვილი ბუნება, მაშინ როგორ შეიძლებოდა მას ისეთივე ძლიერი ცდუნება ქონოდა, როგორც ჩვენ? საინტერესოდ არის ხო დასმული და ჯონ მაკარტური უკვე ციტირებას აკეთებს, ზუსტ ციტირებას და მე წავიკითხავ მთლიანად იმ ნაწილს, არა მარტო 15-ს, არამედ 14-15-16-ს. ყავს რა დიდი მღვდელმთავარი, ესე იგი ებრაელთა წერილის მეოთხე თავი. ყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, იესო ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება. ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი ყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში. ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ამიტომ გაბედულად მივიახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის. დიახ, მართალია, ბეკი ეუბნება, ეს მინდოდა ჯონ რომ მე თქვა და ჯონი პასუხობს. ნება მომეცით კითხოთ. ბეკი, თქვენ რომ გქონდეთ ბაჯაღლო ოქრო, შეიძლებოდა მისი გამოცდა ცეცხლში? და დუმილი არის ბეკი თანხმობას ეუბნება. ასე რომ ის რო გამოსცადეს, რა არ იქნებოდა, არ დარჩებოდა ოქროდ? შეძლებდა ამ გამოცდის ჩაბარებას ეს ოქრო, თქვენი ბაჯაღლო ოქრო? რა თქმა უნდა. და მე ნიშნავს, რომ ის არ იყო გამოცდილი? არა. შეგიძლია გამოცდა ჩაუტარო ესეთ ოქროს და უფალმა დალოცოს და მაინც მიიღოს 100%? შეძლებდით? არა, ბეკი ეუბნება. ხედავთ პატიოსანი ჯონ მაკარტური ეუბნება. ხედავთ პატიოსანი გოგონას პასუხი? მე არ გულისხმობ ბეკი იმას, რომ უბრალოდ მე ამას ჰიპოთეტურად გეუბნებით. მე გულისხმობ რეალურ მარტივ ტესტს. რა თქმა უნდა, დიახ, პასუხობს ბეკი. ვერ გაიგო ბეკიმ თავიდან. და გთხოვ დამეხმარო ილუსტრაციაში. მომყევი ჩემს აზროვნებას. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ხომ? მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან თავდაბალი პიროვნება ბრძანდებით, ხომ? ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ტესტი და მიიღოთ 100% ამ გამოცდისაგან. და ეს ნიშნავს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური ტესტი? არა, რა თქმა უნდა, ხო? ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად იყავით ეს ოქრო და გაიარეთ იგი. და ის ფაქტი, რომ ქრისტემ გამოიცადა, ან გამოსცადეს, არანაირი პრობლემა არ არის. სატანას შეუძლია მიუახლოვდეს ქრისტეს და გამოსცადოს. და იმის გამო, რომ მან ეს ჩააბარა, ეს არ აქცევს ამ ტესტს რაღაც ნაკლოვანად ან არალეგიტიმურად. ასე არ არის? ასე რომ ის სრულიად ცდუნდა და გამოიცადა კიდევაც ყველანაირად, მაქსიმალურად. და სინამდვილეში ის გამოცადეს იმდენად, რამდენსაც ჩვენ ვერც კი გავიგებთ. რადგან როგორც წესი, ჩვენ ცდუნებას სადღაც რაღაც ხაზზე, იცით, ყველანაირად ვეღარ უძლებთ ხოლმე. და რაც უფრო მეწინააღმდეგობას უწევთ, მით უფრო ძლიერად მუშაობს სატანა. ეხლა წარმოიდგინეთ ქრისტეს შემთხვევაში, რადგან ის არასოდეს არ დანებდებოდა და ყოველ ჯერზე მაქსიმალურად იყო მისი ცდუნება და მისი გამოცდა, მაგრამ მან ყველა გამოცდა ჩააბარა. ასე რომ ის ფაქტი, რომ ქრისტე გამოსცადეს, არ იყო იმის დასამტკიცებლად, რომ მას ქონდა ცოდვილი ბუნება, არამედ იმის დასამტკიცებლად იყო, რომ ის სწორედაც რომ უცოდველი იყო. და რადგანაც ადამიანი სრულყოფილია, რა, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოცდა? ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჩააბარებს ტესტს. ასე რომ ქრისტემ თავისი აბსოლუტური სრულყოფილებით გაიარა ყველა განსაცდელი და ყველა გამოცდა
იმიტომ რომ სატანა აკეთებდა ამას. და როდესაც სატანა მოვიდა, მას სურდა რომ უერყო ღვთის სიტყვა, გასოთ და ეხო ყველაფერი თავის ხელში. უარი ეთქვა მამის დანაბარებზე და დამორჩილებოდა სატანას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. იგი პირიქით დაემორჩილა მამა ღმერთს და ყველაფერი პირნათლად ჩააბარა. ასე რომ ეს არის ჩემი პასუხი ბეკი და დიდი მადლობა თქვენი კითხვისათვის. ეხლა კი ჩვენ ამ საღამოს ხურავთ და ჩვენ ქონდა ძალიან შესანიშნავი პრივილეგია და მშვენივრად გავატარეთ ეს დრო ამ საღამოს ღვთის ჭეშმარიტებისა და თქვენი კითხვების მოსმენისას. უბრალოდ ეს ძალიან მშვენიერია და მე ყოველთვის სიამოვნებით ვახერხებ ამას. იყო ისეთი კითხვებიც, რომლებზედაც რა თქმა უნდა მე ვიცოდი როგორ მეპასუხა, მაგრამ ეს მაინც ჩემთვის იყო ამაღელვებელი და სასიამოვნო. თუ გსურთ რომ გაიგოთ, მე ყოველთვის ველოდები ამ მომენტს თქვენთან შეხვედრისას, რათა ყველას მოგეცეთ საშუალება თქვენი აზრი დააფიქსიროთ, თქვენი გულის ტკივილი გამოიტანოთ და ყოველთვის მეც სიხარულით შეხვდები ამ მომენტს. ეხლა კი მინდა მადლობა მოუხადო უფალს და მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისათვის და გისურვოთ მომავალ შეხვედრამდე.